მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და მოდით დღეს ვნახოთ თუ რატომ გამოგიგზავნათ სამყარომ კონკრეტული ადამიანი თქვენს რეალობაში. ჩაიფიქრეთ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც გაინტერესებთ, არ არის აუცილებელი რომანტიული ასპექტით იყოს ეს ვიღაც, ხო? და მოდით დავიწყოთ საჯარო გაშლა. და ვნახოთ, რატომ გამოგიგზავნათ სამყარომ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. გაშლა გვექნება, ვფიქრობ, 2 ან 3 ვარიანტიანი. ვნახოთ, ხელს რამდენი ამოყვება კონცენტრირდით ადამიანზე. და ვნახოთ, აბა რატომ გამოუგზავნა სამყარომ პირველ ვარიანტს მათ მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, მეორე ვარიანტს და მესამე ვარიანტიც იყოს აქ. ქვებსაც დავამატებთ. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, რომელიც მეტად გიზიდავთ, რომელიც მეტად გეძახით. თუ გჭირდებათ, რა თქმა უნდა, დააპაუზეთ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და მოდით დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან. და ვნახოთ თქვენ რატომ გამოგიგზავნათ სამყარომ თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. და უკვე ხმა მეჭირა დასტა როგორც ჩანს, აქ ამოვიდა უფროსი არკანი ქურუმი ქალი. მეგობრებო, პირველ რიგში მე აქ გეტყვადით იმას, რომ თქვენ ისედაც მშვენივრად ხვდებით ინტუიციისა და ქვეცნობიერის დონეზე თუ რატომ გამოგიგზავნათ სამყარომ ეს ადამიანი. და ნახეთ, ადამიანი თქვენს რეალობაში მოვიდა იმისათვის, რომ თქვენ მოგცეთ რაღაც გარკვეული მაგიური გამოცდილება, თვით შემეცნებითი გამოცდილება. ზოგადად მაგია რა არის, ხო? მაგია არის ენერგიების მართვის ხელოვნება და აქ არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ხართ თუ არა ჩემი კოლეგა მაგალითად, რამდენად დაინტერესებული ხართ ასეთი სფეროთი. ყველას თავისი გზა აქვს, ხო? მე ვიცი, რომ ჩემი აუდიტორიის ძირითადი ნაწილი ხართ ქრისტიანები, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ და რა თქმა უნდა ქრისტიანობაშიც არის მაგია უპირველეს ყოვლისა, ეს ერთი და მეორე, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი გადის რაღაც გარკვეულ მაგიურ გამოცდილებას პერიოდულად. და ნახეთ, აქ ადამიანი მოვიდა თქვენს რეალობაში იმისათვის, რომ სამყარო სხვა თვალით დაგანახოთ, უფრო მაგიურად დაგანახოთ. ადამიანი თქვენს რეალობაში მოვიდა იმისათვის, რომ თქვენ მოგცეთ განვითარების, მაგიური განვითარების საშუალება. თუ ახლა მე მიყურებენ ჩემი კოლეგები, თქვენთვის პასუხი ისედაც ხადი არის, მაგიური გამოცდილებისთვის მოვიდა აქ ადამიანი თქვენთვის, იმიტომ რომ აქ ადამიანი თქვენ გააზრებულად თუ გავაზრებლად გაძლევთ აშკარად მაგიურ ცოდნას, მაგიურ გამოცდილებას. მე არ ვამბობ იმას, რომ ადამიანმა თქვენზე მეტი იცის, მეთქი, თუმცა ასეთიც შეიძლება იყოს, ხო? მაგალითად, მაგიურ რაღაც კონკრეტულ სფეროში, კონკრეტულ განხრაში უფრო კარგად ერკვეოდეს, სიტყვაზე ვთქვათ, მაგრამ აქ ყველაზე მკვეთრად რა ენერგიებიც იგრძნობა ამ არკანისგან, ეს არის ის, რომ ადამიანი გაძლევთ იმის საშუალებას, რომ უფრო სიღრმისეულად ჩაიხედოთ თქვენს ქვეცნობიერში. უფრო ისეთი შეკითხვები დაუსვათ საკუთარ თავს, რომლებზედაც გეშინიათ პასუხის გაცემის, გაგების. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, აბა რატომ გამოუგზავნა ამ პირველ ვარიანტს სამყარომ მათ მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. არკანი ზომიერება, არკანი ხმლების 4-იანი, არკანი ხმლების 3-იანი, თასების 8-იანი და კვერთხების 2-იანი. პირველ რიგში აქ იგრძნობა ისიც, რომ ადამიანი თქვენს რეალობაში თითქოს მაშინ მოვიდა, როდესაც თქვენ ამას არ ელოდით, როდესაც თქვენ თავს ძალიან მარტოდ გრძნობდით, რაღაც მარტოობის შეგრძნების მომენტში მოვიდა თითქოს ეს ადამიანი თქვენთან და რაღაცნაირად თითქოს გამოგაღვიძათ რაღაც გარკვეული ენერგიებისგან. შესაძლოა მარტოობისგან გამოგაღვიძათ, ხო? ან გამოგაღვიძათ რაღაც ისეთი მოწყენილობისგან, ან შეიძლება უბრალოდ მოწყენილი იყავით და ადამიანმა ან გაგამხიარულათ, ან რაღაც ისეთი თავგადასავალი გაჩუქათ გააზრებულად თუ გავაზრებლად.
ნუ ნებისმიერ შემთხვევაში აქ ადამიანს ვერ ვიტყოდი რომ რაღაც მაინც და მაინც არაამქვეყნიური მისია აქვს მეთქი თქვენთან, მაგრამ თამამად შემიძლია გითხრათ ის რომ ადამიანი მოვიდა იმისათვის რომ თქვენ გასწავლოთ საკუთარ თავთან მეტი ჰარმონია, საკუთარი თავის მეტი შესწავლა, იმისათვის მოვიდა ადამიანი რომ დროებით მაინც თქვენი გარკვეული მარტოობა, თქვენი რაღაც გარკვეული ნეგატიური მდგომარეობა განკურნოს, თქვენი რაღაც ტკივილი განკურნოს ეპიზოდურად დროებით მაინც და მოვიდა იმისათვის რომ თქვენ დაგეხმაროთ აი ამ შინაგანი რაღაც ჰარმონიის პოვნაში. იმიტომ რომ ეს ადამიანი როგორც იქცევა თქვენთან მიმართებაში ძალიან მკვეთრად და ძალიან ნათლად გაჩვენებთ თუ ვინ ხართ თქვენ რეალურად, სად არის თქვენი სისუსტეები, ხო? აქ არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი კარგად გექცევათ თუ ცუდად. თქვენ წარმოიდგინეთ და ძალიან ხშირად ჩვენი არაკეთილის მსურველები და ჩვენი მტრები ზუსტადაც რომ ჩვენს ყველაზე დიდ სისუსტეებს გვაჩვენებენ ხოლმე, ხო? ამიტომაც აქ ადამიანი მოვიდა იმისათვის რომ თქვენს სისუსტეებს, თქვენს ბნელ მხარეს შეხედოთ თამამად, დაუსვოთ საკუთარ თავს შეკითხვები ბევრად უფრო თამამად და მიიღოთ მძლავრი სულიერი და შინაგანი გამოცდილება. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა თქვენ და მოდით ახლა გადავიდეთ ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი, ვნახოთ აბა თქვენთან რა ხდება. და აქ ამოვიდა კვერთხების რაინდი. რა უნდა კვერთხების რაინდს? რა უნდა აბა? რატომ მოვიდა თქვენს რეალობაში? რატომ გამოაგზავნა სამყარო? მეორე ვარიანტისთვის მათ მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, ნახოთ აბა. არკანი განდეგილი. ისევ თასების როიანი, მეგობრებო, ისევ ხმლების სამიანი. რა ხდება? არკანის შეყვარებულები, პენტაკლების ხუთიანი, კვერთხების ორიანი, ნახოთ კიდევ მზე. შეხედეთ მეგობრებო, აქ ადამიანი თქვენს რეალობაში აშკარად ძალიან უცაბედად და თქვენთვის მოულოდნელად მოვიდა და პირდაპირ გეუბნებით, აქ ძალიან დიდი ალბათობით ადამიანი თავდაპირველად როგორც მინიმუმ მოვიდა უფრო რაღაც ისეთი მიზნით, აი თვითონ ადამიანის გადმოსახედიდან გულისხმობ მოვიდა უფრო რაღაც სქესობრივი ან ფლირტისებული მიზნებით, ხო? აი მაგალითად შეიძლება რაღაც ისეთი განწყობა ჰქონდა, რომ აი რა კარგი გოგოა, რა კარგი ბიჭია, მოდი წავეფლირტავები, მოდი ვეჩალიჩები ჭყალებში, ან რაღაც ასეთი მიზნები ჰქონდა რა, თითქოს აი სულ პირველად როდესაც მოვიდა თქვენს რეალობაში, მაგრამ ნახეთ, სამყარომ რატომ გამოგიგზავნათ ეს ადამიანი, იცით? ნუ პირველ რიგში თითქოს მისი დამოკიდებულება უფრო სიღრმისეული გახდა, ვიღაცისთვის ძალიან სიღრმისეული შეიძლება იყოს, მაგრამ აი ოდნავ უფრო სიღრმისეული რომ არ მოგატყუოთ. და ნახეთ, სამყარომ ეს ადამიანი გამოგიგზავნათ იმისათვის, რომ აი აქაც თვით შესწავლა, თვით შემეცნება ჩანს, განსაკუთრებით არკანი განდეგილის მეშვეობით. სხვათა შორის ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ ბევრთან აშკარად იგრძნობა ისიც, რომ ადამიანი ხან მოდის თქვენს რეალობაში, ხან ქრება და ნახეთ, აქ ადამიანი თქვენ გასწავლით მარტოობას. თუ განსაკუთრებით თუ ადამიანი ხან მოდის, ხან ქრება თქვენი რეალობიდან, იცოდეთ მეგობრებო, რომ ნუ პირველ რიგში ეს არის ძალიან ცუდი საქციელი, ხო? ეს არის ჩვეულებრივი манипуляция და ძალიან ხშირად ამ დროს ადამიანებს უყვართ იმის თქმა, რომ აი ცუდად ვიყავი, უბრალოდ ვერ გწერდი, არავინ არ მინდოდა, არ მაინტერესებდა. გასაგები არის მეგობრებო, რომ ასეთი ეპიზოდები ყველას შეიძლება დაგვემართოს, ყველას შეიძლება გქონდეს პერიოდულად, ხო? მაგრამ წინასწარ გაფრთხილების შესაძლებლობაც არის ამის შესახებ, ანუ მაგალითად, როდესაც არ გინდა არავისთან საუბარი, პირდაპირ რომ მიწერო, პირდაპირ რომ უთხრა, რომ აი იცი არ ვარ ხასიათზე და მოდი, არ ვიცი, ერთ კვირაში დაგელაპარაკები ან რაღაც მსგავსი. და პლუს ამასთან ერთად ეს არ უნდა ხდებოდეს მუდმივად. თუ წლებია ან თუ თვეებია ასე ხდება, ისე იგი ადამიანი ძალიან დიდი ალბათობით აქ სადღაც манипуლირებს, ხო? და აქ თქვენ ადამიანი გასწავლით საკუთარ თავთან მარტო ყოფნას. ადამიანი გასწავლით იმას თუ
როგორ უნდა დატკბეთ თქვენ თქვენი მარტოობით და შეხედეთ აქ თითქოს ასეთი ენერგიები ჩანს რომ როდესაც თქვენ ასე თუ ისე ნორმალურად ხართ ადამიანი თქვენს რეალობაში აშკარად ფიგურირებს ადამიანი თქვენს როდესაც თქვენ მზესავით კაშკაშებთ ადამიანი თქვენი სხივების ქვეშ აშკარად თბება მაგრამ საკმარისი არის რაღაც გარკვეული კრიზისული მომენტი მოხდეს თქვენს რეალობაში ფინანსური კრიზისი, ენერგეტიკული კრიზისი, მენტალური კრიზისი და ამ დროს თითქოს ადამიანი ქრება ხოლმე, ამ დროს თითქოს მიდის ხოლმე, ხო? და აქ ადამიანი თქვენ გასწავლით პირველ რიგში იმას, რომ თქვენ ყოველთვის უნდა აირჩიოთ საკუთარი თავი და გასწავლით საკუთარ თავთან მარტოობაში ყოფნას, იმიტომ რომ მეგობრებო, გასაგები არის სიყვარულის ნაკლებობა, გასაგები არის ის, რომ ყველას გვინდა სიყვარული, ყველას გვინდა ყურადღება, მაგრამ მარტოობასაც აქვს ჩვენ სამყაროში თავისი ადგილი და პირველ რიგში ჩვენ მარტო საკუთარ თავთან უნდა ვიყოთ კარგად. თუ შენ საკუთარ თავთან მარტოობაში თავს კარგად არ გრძნობ და გრძნობ თავს დანგრეულად და ცუდად, დამიჯერე სხვასაც არ ენდომება შენთან ყოფნა, ხო? ამიტომაც მეგობრებო, აქ თქვენ ადამიანი გასწავლით პირველ რიგში ზუსტად იმას, რომ ისწავლოთ საკუთარ თავთან მარტო ყოფნა, მარტოობით ტკბობა, მარტოობით სიხარული, მარტოობით ბედნიერება, მის გარეშეც და სხვა ადამიანების გარეშეც და მეორე რასაც გასწავლით ეს ადამიანი, ეს არის სწორი არჩევნის გაკეთება. არჩევნის გაკეთება საკუთარი თავის სასარგებლოდ, იმიტომ რომ თქვენ თითქოს მუდმივად სხვას ირჩევთ. თქვენ მუდმივად, როდესაც გახართ არჩევნის წინაშე, ირჩევთ სხვა ადამიანს. იმის მაგივრად, რომ კონცენტრირდეთ საკუთარ თავზე, საკუთარ მეზე, თვითგანვითარებაზე, ამის მაგივრად, გააზრებულად თუ გავაზრებლად, მუდმივად სხვებს ანიჭებთ პრიორიტეტს. ის რას ფიქრობს, იმას რა სჭირს, იმას რა აწუხებს, იმას რა უნდა, იქნებ ცუდად არის, იქნებ კარგად არის. და თქვენ უნდა ისწავლოთ საკუთარი თავის არჩევა, მეორე ვარიანტი. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო და გადავიდეთ ახლა ჩვენ მესამე ბოლო ვარიანტზე. და ვნახოთ აბა მესამე ვარიანტი თქვენთან რა ხდება და აქ ამოვიდა კვერთხების ხუთიანი. ადამიანს გარკვეული კონფლიქტური ენერგიები შემოაქვს თქვენს რეალობაში, თუმცა კონფლიქტური ავტომატურად ცუდს და კატასტროფულს ნამდვილად არ ნიშნავს. ადამიანი თქვენ აქ გასწავლით პირადი სივრცის დაცვას, გასწავლით პირადი საზღვრების დაწესებას და მათ დაცვას, რა თქმა უნდა, და პლუს ამასთან ერთად ადამიანს გააზრებულად თუ გავაზრებლად თავისი ქმედებებითა თუ სიტყვებით შეჰყავხართ კონფლიქტში საკუთარ თავთან. მაგრამ იცით, ამ არკანს როდესაც ვუყურებ, მრჩება ისეთი წარმოდგენა, რომ ეს ის კონფლიქტები არის, რომლებიც თქვენ გჭირდებათ საკუთარ თავში. ეს არ არის რაღაც ისეთი, სადაც ადამიანი დაუშვოთ თქვენი ენერგიით იკვებება, სადაც ადამიანს ნეგატიური ზეგავლენა აქვს, აქ უფრო მეტად ხედავ იმას, რომ ადამიანი თქვენ გაძლევთ ზუსტად იმ შინაგან კონფლიქტს, რომელიც თქვენ ყველაზე მეტად გჭირდებათ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ აბა რატომ გამოუგზავნა სამყარო მესამე ვარიანტს მათ მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. ვნახოთ. რატომ გამოუგზავნა სამყარო მესამე ვარიანტს მათ მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. არკანი თასების ცხრიანი, არკანი ხმლების რაინდი, არკანი თასების დედოფალი და პენტაკლების ცხრიანი. შეხედეთ მეგობრებო, აქ თქვენ ადამიანი საკმაოდ ბევრ რაღაცას გასწავლით, მაგრამ საკმაოდ მარტივი ხერხებით. პირველ რიგში, როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, ადამიანს აშკარად შეჰყავხართ გარკვეულ კონფლიქტებში საკუთარ თავთან, მაგრამ იმ კონფლიქტებში, რომლებიც თქვენ გჭირდებათ, რომც ამას ვერ იაზრებდეთ, აქ აშკარად ჩანს ის, რომ ადამიანი პერიოდულად თითქოს ან გაღიზიანებთ ან რაღაცნაირად ნერვებს გიშლით, თითქოს ასე ჯოხს გიჩხულეთთ, რომ ამას მიაქციე ყურადღება, აბა იმას მიაქციე, აბა ყურადღება.
აბა ამას მიაქციე ყურადღება, აბა ამაზე დაფიქრდი, აბა მიდი ეს ცადე. აი რაღაც ასეთი ენერგიები მოდის, ხო? და აქ შეიძლება ადამიანი ამას აკეთებდეს დაუშვათ კონფლიქტებით და ბრაზებით, ან შეიძლება თქვენ წარმოიდგინეთ და ჩვეულებრივი საუბრითაც კი აკეთებდეს ამას. მოკლედ რომ ითქვას, აქ ადამიანი თქვენ გიჩხლეთ ზუსტად იმ წერტილებში, სადაც თქვენ საჩხლეტი ხართ პირდაპირ გეუბნებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ირჩებით, იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ხართ ცუდი ან რაღაც მსგავსი, ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ძალიან კარგად გაჩვენებთ თქვენს სისუსტეებს და ძალიან კარგად გაჩვენებთ იმას, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავში. და პლუს ახლა, რასაც ვიტყვი, ვფიქრობ ძალიან ბევრ თქვენგანს გავახარებ. მეგობრებო, ნახეთ, ადამიანი თქვენს რეალობაში მოვიდა იმისათვის, რომ შემოიტანოს თქვენს რეალობაში ბევრად უფრო მეტი ბედნიერება და ბევრად უფრო მეტი ჰარმონია. არა მხოლოდ თვით შემეცნება, არამედ მეტი თავდაჯერებულობა, მეტი ფინანსური ენერგია თქვენ წარმოიდგინეთ და მეტი დაკმაყოფილება, როგორც ფინანსებითა და ასევე ემოციებითაც. სავსებით საერთოდ არ გამოვრიცხავდი, რომ ადამიანი შეიძლება იყოს თქვენი სასიყვარულო პარტნიორი, ხო? გაძლევდეთ ძალიან ბევრ ყურადღებას, ძალიან ბევრ სიყვარულს, იმიტომ რომ ადამიანი ამისთვის მოვიდა. ადამიანი მოვიდა იმისათვის, რომ დაგაფასოთ, იმისათვის, რომ თქვენი თავი ცოტა სხვა კუთხით, ცოტა სხვა თვალით დაგანახოთ, იმისათვის, რომ მოგცეთ ის ემოციები, რომლებიც თქვენ შეიძლება გაკლდათ ან გაკლიათ, ხო? და პლუს ამასთან ერთად ადამიანი ასე ძალიან სწორ წერტილებში გიჩხლეთთ. მინდა კიდევ ერთი ან ორი არკანით დავადასტურო ეს ინფორმაცია და მერე თავისუფლები ხართ, გაგიშვებთ. ნახოთ აბა რატომ მოვიდა მესამე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება პენტაკლების 10-იანი. ყველას არ ეხება ის ინფორმაცია, რომელსაც ახლა გავაშხერებ, მაგრამ ძალიან ბევრი თქვენგანის შემთხვევაში აქ ადამიანი მოვიდა იმისათვის, რომ მოგცეთ სიყვარულო ურთიერთობებში გამოცდილება, ოჯახური გამოცდილება. თუმცა უმეტესობასთან აქ ადამიანი მოვიდა იმისათვის, რომ დაგანახოთ თქვენი თავი სხვა კუთხით, მოგცეთ ენერგია, აღგავსოთ გარკვეული ენერგიებით, არა იმისათვის, რომ წაგართვათ, არამედ იმისათვის, რომ მოგცეთ, იმისათვის, რომ გაგცეთ, იმისათვის, რომ დაგანახოთ რაღაცეები და მეც აქ ნამდვილად ვეღარაფერს ვეღარ დავამატებ, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით. უღრმესი მადლობა, წარმატებები და ნახვამდის.